კასპის გარეუბანია და სარაჯიშვილის ქუჩა და აქ არის საცხობი, მიშკა ბარნოვის საცხობი. წერილი რომ წავიკითხეთ არ დავიჯერთ. ვიფიქრეთ რომ გადაჭარბებული ინფორმაცია. შეამოწმეთ საცხობი, ისეთი სიბინძურია და ისეთი თაგვებით არის სავსე რომ არ ვიცი. ღამე იქ რომ რჩება პურები, ზედარბიან თაგვები და ტარაკრები. მოკლედ აქ იმდენი რაღაცა წერია ამ წერილში რომ სიმართლე გითხრათ დაუჯერებელიც კი იყო რომ ამდენი თაგვი, ამდენი წერი და ასე შემდეგ არის ამ საცხობში, მაგრამ მადონა კოიძე რო შევიდა უკვე უშუალოდ საამქროში, თაგვები არა, მაგრამ ძალიან ბევრი და საშინელი დარღვევა იპოვა. ეს არის სავარაუდოდ მომსახურე პერსონალის ოთახი, სადაც მოსვენება შეუძლია, ეს სრულიად ლოგიკური და ეს არის მაცივარი არ მუშაობს, გათიშულია და არანაირ კონტაქტში არ არის საწარმოსთან. ჭურჭელი აქ ჭამენ საჭმელებს და პურთან არანაირ შეხებაში არ არის. ეს მდგომარეობას ნაკლებად მაინტერესებს, რაც იქ ოთახში, მაგრამ რაც აქ არის, ეს უკვე თქმა უნდა ძალიან მაინტერესებს. აქ ოთახში რა ხდება? ერთია რომ პური ცხება შეშაზე და სუნი არომატი არის, ეს არ არის სუნი, ეს არის არომატი, არის არაჩვეულებრივი, აი ძალიან კარგი სუნი არის. ეს რისთვის არის? ესენი ტილოები. ცომისთვის. რა სიხშირით ირეცხება? თქვენი სახელი? ბატონო მიხეილ, აი ეს აი ამაში შეხვეული პური, რამდენად მისაღებია? არ არის მისაღები, გეთანხმებით. ზოგი ეს მაგალითად არ არის. აი აბა ეს რა არის? აბა ეს რა არის? აბა ეს რა არის? გარეცხილია, მაგრამ არ იცლება ბოლომდე. კარგით, მაშინ უნდა გამოცვალოთ. აი დახლებს როდესაც უფთავებს, დახლებს რა სახში? დახლები ყოველ წუთში იწმინდება კი, მაგრამ მაინც შეშაზე როა და ხან ბოლი დგება, ხან ის და იმ ჭართლება ამით. საშინელი მდგომარეობა, კარგით დავანებოთ ამას თავი, მაგრამ ეს რა პერიოდულად ნახეთ, ყველგან არის აბსოლუტურად, აი ყველგან სადაც ხელი არ უნდა შეყო, ყველგან აბსოლუტურად ერთი და იგივეა. მოქმედი, მოცომილი და ზევით აი ხედეთ, აი ზევით რა მდგომარეობაა. ამის თავზე როდისმე აგიხედიათ? გინახიათ აქ რა ხდება? აი ქვევით ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ყველგან აბლაბუდებია, ყველგან სიბინძურია, კედლები მოუწესრიგებელი, აი ეს რა სანიტარული დღეს საერთოდ არ ჩატარებულა, მითხრეს რომ ტარაკნებიც არისო, თუმცა ტარაკნებს ახლა ვერ პოულობ, მაგრამ ტარაკნების წამალი აქ არის ნამდვილად და აი იქაც ამპულები არის, კიდე აი ამპულებიც არის ტარაკნებიც. ანუ იმედია რომ აღმოფხვრეს ტარაკნები. ნახეთ რას გავს კონტეინერები, გადასატანი კონტეინერები, ძალიან ცუდია. კონტეინერებს რა სახშირით ვეცხავთ? თვეში ერთხელ? თვეში ერთხელ არ ყოფნის ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა და თვეში ერთხელ კი არა და საჭიროების დამიხედვით შეიძლება ზოგჯერ ყოველდღიურად. ახლა აშკარად ჭირდება. აი ნახეთ, ზევით აი აგეხედიათ. როგორი ცვენა მიმდინარეობს, ამაზე მაქვს საუბარი. უკაცრავად, ბატონო მიშა, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ? პური სად გაგაქვთ, ანუ სად იყიდება ქსელში, მაღაზიებში? არა, რეალიზატორებს მეაქვს რაიონებში. კასპის რაიონის სოფლებში. ძირითადად რა ტიპის პურია, ეს არის ქართული ლავაში? ქვის პური, თურქული პური ქვია, შეშაზე გამოსვლა. კასპში იყიდება თვითონ კასპში თქვენი პური? კასპში არა, ძირითადად. სოფლებში. გასაგებია. აი ეს როგორ უნდა იყოს კვების ობიექტთან, აი ამ ხელა სიბინძო, ნახეთ რამდენი ეს არის საუკუნოვრივი ალბათ მტვერი და ჭუჭქი, ხო? არასოდეს რომ აი ნახეთ, აი ეს ბოთლი. ნუ ნახეთ აბლაბუდებია. კვირაში ეს რო ჩამოწვინა ისე. არა, როგორ გეკადრებათ, კვირაში ერთხელ რო გაწვინოთ, ამ ხელა აბლაბუდა როგორ გაჩნდება? აი ეს პური რატო უნდა იდოს აქ ამდენი თვე? ეს არის მოტანილი. ვიღაცა მოგიტანათ და დაგიდოთ ფურნესთან პური, ხო? ჩემი პური არ არის. გასაგებია, ანუ ვინ მოგიტანა დაგიდოთ, არ არის პრობლემა, იდოს. ზაღლსვა. ზაღლმა აქ ამოგიტანათ მაგიდაზე და დაგიდოთ. ალბათ დაბლაიდო და დადო. რა. ყველგან ნარჩენები, ნაგავი, გამოყენებული. ეს ტუალეტის ქაღალდია საერთოდ, არ ვიცი. ჭუჭყიანი სათლი. აბა ეს რა არის? აი ეს რა არის, უბრალოდ მითხარით. ხო, ნუ ვიღაცამ ზაღლმა მოიტანა ალბათ. აბა ვინ? ვიღაცა მოიტანა, ვიღაცა. ყველას უბნიდან ყველას მოაქვს და აგდებს. აქ შეიძლება რომ მოიტანო და დადო რა. აი უბრალოდ შეხედეთ, აი ეს არის
ამ სარკმლის უკან არის უკვე საცხობი, ხო? და აი ეს, ნახეთ, აი ეს სილამაზე, სავსე, ჭუჭყით, აბლაბუდებით, აი უბრალოდ ოპერატორი მეწოდება, იმიტომ რომ რამდენი რაღაცა უნდა გადაიღოს და სადღაც ვერ წვდება უკვე კამერის თვალი, რომ ყველაფერი გადაიღოს საგულდაგულოდ. ნახეთ, აი ეს თქვენ გჯერათ რომ კვირაში ერთხელ ლაგდება და სუფთავდება? მაგიდის თლიანობა, ჩემ გადაცემას თუ უყურებთ, აი ეს ყველაფერი, ნახეთ, აი ეს ყველაფერი არის ყოვლად დაუშვებელი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არც ეს მდგომარეობას, არც აი ეს ამაზე ხელს როგორ გაიწმინდავთ და რას გაიწმინდავთ. აქ მე პურებს აწყობთ გასაცივებლად, ხო? ეგ ხან ხვალაგებთ, ხან კი, როცა ბევრი დაგროვდება მაშინ კი. ხო. ამას რასე ხშირით სულით? აქ აღარ დამილაგებია კაი ხანია და აქ პასკებიც ვასხე და პასკების დროინდელი ისა ესენი გადასახდები. ანუ პასკების დროინდელი ესა ტერიტორია, აი ესენი პასკების არ არის, ესენი სულ პურის არის, ესენი პასკების არ არის. აი ეს პასკის არ არის, ეს პურის არის. და რას სუნია ნახეთ ამის ქვევით. აი ზევითაც. ამას ხან აღარ ხმარობდი იმიტომ დავტოვე რომ დავტოვე. ხო, მაგრამ აი ეს საკვებთან შეხებაში ხო არ შეიძლება აი ეს მუყავ იყოს. ნახეთ, აი ესენიც რა მდგომარეობაში გვაქვს, აი ნახეთ. ბატონ მიხეილ, ეს ყველაფერი არის სასწრაფო დასალაგებელი. 300 გრადუსზე გამოცხვა პური კი უნებელია, მაგრამ შემდეგ აი გადატანის პროცესში აი ასეთ მდგომარეობაში იყოს, ეს ყოვლად დაუშვებელია. აი აქაც პურს ინახავთ? გადასაზიდად, მე გადასაზიდი მასალა რო აი ასეთ მდგომარეობაში გაქვთ, აი ქვევით შეიხედეთ. როდისმე შეგიხედიათ ქვევით? არა, ეს კაი ხანია რა გამომგენებია. ხო, მაგრამ დაგჭირდებათ კაი ხანია არ გამოგიყენებიათ თქვენ თვითონ მეუბნებით, თუ კი არ მყოფნის ყუთები, მაშინ ამ ყუთებით გადამაქო და ესე იგი ხმარობთ, ხო? ჩემი ნება რო იყოს და დაკეტვის უფლება რო მქონდეს, უზარმაზარ ბოქლომს დავადებდი აქვე. აი ასეთი პურის საწარმო მე ძალიან დიდი ხანია არ მინახია. ეს რა არის? და მაინტერესებს ჩვენ თუ თბილისში გავიგეთ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამის შესახებ, ამის არსებობის შესახებ არ იცოდა. როდისმე მოსულა სურსათის ეროვნული სააგენტო თქვენთან? ადრე კი. ადრე როდის? 3-4 წლის. და 3-4 წლის შემდეგ აი აქ კონტროლი არ ჭირდებოდა, აი ფაქტი უკონტროლობამ სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს დასუფთავებას, გამოხვეტას, დალაგებას, აბლაბუდის ჩამოწმენდას, ამას მატერიალური არაფერი არ ჭირდება ერთი ცოცხლის გარდა. მართლა არ ველოდებოდით აი ესეთ საშინელ სურათს, რაც აქ დახვდა კასპში, მიშკა ბარნოვის საცხობში. რაც ჩვენი გადაცემა მუშაობს, იმდენად უკვე იშვიათი გახდა ცუდი ობიექტების ნახვა, ხო, მოუწესრიგებელის, იმიტომ რომ უმრავლესობამ მაინც მოაწესრიგა, რომ გაგვიკვირდა, რომ აი ესეთი ობიექტი რო დაგვხდებოდა კასპში.